მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ ოპოზიციის გეგმებზე და მოახლოებულ 26 მაისზე რა დღესაც ოპოზიციური ფლანგი საპროტესტო აქციას და მსვლელობას გეგმავს და მოკლედ ჟღერდება არაერთი გეგმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ვსაუბრობთ ბატონ მიხეილ გოგოტიშვილთან ერთად ის გახლავთ ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა მოგესალმებით მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ მოგესალმებით მადლობა მოწვევისათვის ასეთი კითხვით უნდა დავიწყო ხშირად არა მხოლოდ საზოგადოება ჟურნალისტები უწუწუნებთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ძველებური აქტიურობა აღარ არის არა მხოლოდ თქვენი მხრიდან მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან იგივე მოვლენების შეფასებები იგივე განცხადებები იგივე ბრიფინგები ველოდოთ თუ არა უნდა ამას მომავალში ან რამ გამოიწვია ამ რაღაცნაირი მიდგომის ცვლილება და რა მიმართულებით მუშაობთ საერთოდაც ეს ბოლო პერიოდი დიახ, თამთა ეს ძალიან სწორი შენიშვნა იყო, მინდა გითხრათ, ეს არა მარტო საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, თვითონ ჩვენც აი ადგილობრივ პოლიტიკოსებს გვიკვირს თითქოს რა ხდება. ასეთი კითხვა ესმის. მაგრამ უნდა ითქვას, აღინიშნოს, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირი ტაიმ-აუტი არის რაღაცა დიდის მოლოდინის წინაშე ვდგევართ. ალბათ საჯარო ტაიმ-აუტზეა ლაპარაკი, მაგრამ ისე მუშაობა გრძელდება. დიახ, ეგ უნდა მეთქვა, რომ მუშაობა გრძელდება, სისტემატურად გრძელდება მუშაობა, ოღონდ უფრო ეს არ ჩანს პრესის, მასმედიის და სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ჩვენ მხარდამჭერებთან, გვაქვს კონტაქტი, გვაქვს ურთიერთობები, გეგმავთ სამომავლო გეგმებს, რაც გამოჩნდება ახლა 26 მაისს. კი, 26 მაისამდე მინდა გკითხოთ, გარდა იმისა, რომ თქვენს მხარდამჭერებთან მუშაობთ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მაშინ როცა წინა ეთერებში ჩვენ ვსაუბრობდით, თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, სხვადასხვა პარტიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ამის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით რამდენ დაიძრა? ის შეიძლება ითქვას თამთა რომ ისევ და ისევ იმ დონეზე ვდგევართ. ფაქტიურად მოგეხსენებათ, რომ ძირითადი ოპოზიციური სპექტრი ფაქტიურად გაერთიანებულია, იყო საუბარი ლელო და გახარიას შემოერთებაზე, მაგრამ მაგათმა გააკეთენ არჩევანი ისეთი, როგორც გააკეთენ, მაგრამ რა ვიცი, ჩემნაირი ოპტიმისტი პოლიტიკოსები მაინც ვიმედოვნებთ, რომ როდესაც იქნება კრიტიკული სიტუაცია, ამ დროს გაერთიანდება ერი და ბერი, როგორც იტყვიან და ჩვენ ვემზადებით იმ დღისათვის, რომ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, შეიცვალოს ხელისუფლება უკეთესობისაკენ და მოხდეს ის ჩანაცვლება, როგორც ეს მოსალოდნელი არის. წინასწარ მართლაც არ გვინდა რაღაცაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, 26 მაისზე რომ გადავიდეთ, ამ მიმართულებით როგორ უერთდებით, რა ფორმით უერთდებით 26 მაისს? აი იმ ტაქტიკამ, როგორც თქვით, რომ თქვათ არ ჩანვართ შეიძლება ეთერში და ამის შედეგს ჩვენ მივიღებთ 26 მაისს, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ღიად ვამბობდით ყოველთვის და ყველა მიტინგზე ვაკეთებდით ადამიანთა მობილიზებას, ყავდა მობილიზებული რაღაც ტრანსპორტი, უზრუნველყოფდით წაყვანას ადამიანების გადმოყვანას. დღესდღეობით უკვე არ გვჭირდება ტრანსპორტის მობილიზება და ეს თვით ორგანიზებით ძალიან ბევრი ადამიანი მიდის. ეს პრინციპში სასიკეთო სიგნალია. სასიკეთო სიგნალია, რა თქმა უნდა, კი გარკვეულწილად, რომ არ ჭირდება, თქვათ, პირობითად ადამიანს შეხსენება იმისათვის, რომ ის უნდა იდგეს მისი ქვეყნის სადარაჯოზე და აი ესე დღეებში, როდესაც დაანონსებული არის დიდი მიტინგი, დიდი შეხვედრა, დიდი მსვლელობა, იქ რომ მიიღოს მონაწილეობა, ამისათვის მითითება და შეხსენება არ ჭირდება ადამიანებს. თვით ორგანიზებით მოდის ძალიან ბევრი ადამიანი 26 მაისის ღონისძიებაზე. რაც შეეხება თავად 26 მაისს, არაერთი გვინახავს მასშტაბური საპროტესტო აქცია. უფრო მასშტაბურიც კი ვიდრე დაუშვათ მანამდე მოლოდინები იყო, თუმცა ის შედეგები, რაც გსურდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მაშინ ქუჩაში იდგა ან პოლიტიკოსებს, ვერ დადგა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ აი ამ დაგეგმილ დღეს 26 მაისს ამჯერად მთელი ამ გამოცდილებების გათვალისწინებით? დიახ, თამთა ფაქტიურად თქვენ ჩემი სათქმელიც თქვით, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მე არ მივეკუთვნები რადიკალურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა წრეს, მაინც უფრო მეტი მოლოდინები გვქონდა ჩვენ ყოველთვის ყველა აქციებიდან რა.
ყოველთვის გქონდა, მაგრამ ყველა აქცია ფაქტიურად იწყებოდა და მთავრდებოდა მშვიდობიანი მსვლელობით და ასე შემდეგ. ნუ ალბათ ეს ტაქტიკა არის აღებული დღესდღეობით, რომ 26 მაისსაც იქნება ანალოგიურად მსვლელობა. დავიწყებთ და შემდეგ ჩვეულებრივად დაიშლება ადამიანები. ამას არ მოყვება რაღაც მანიფესტაციებში გადასვლა და თქვათ პარალიზება რამე ქუჩის ან რაღაცა. ეს არის უბრალოდ გამოხატულება ადამიანების, რომ მივიდეს ხმა. რომ საზოგადოება ისევ ამაზრზე არის, ამის ჩვენება ხო ალბათ. რომ მივიდეს ხმა ხელისუფლებაში და მივიდეს ხმა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ პროდასავლურ ძალებთან და იმ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებთან, რომლებთანაც ჩვენ საქართველოს და ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმეგობროს და მათთან ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა და მათი ქვეყნის მშენებლობაშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი. კი ბატონო. და ორ შეკითხვას დაგისვამთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესოა თქვენი აზრი, რომ შეგვიფასოთ აი გუშინ ბოლოს და ბოლოს გამოცხადდა განაჩენი ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ოდელავას საქმეებზე, რამდენად ელოდით ამ განაჩენას ან როგორ შეაფასებთ? ნუ ესე იგი თამთა პირდაპირ რა, ესე იგი არანაირი სამართალი აქ არ დევს ამათ განაჩენებში. ძალიან ის რომ ადამიანებს იჭერენ ქუჩაში, ტროტუარში, დგომაზე თითიდან გამოწვეული მიზეზებით, რომ ესე იგი თქვათ დამხობა და რაღაც სიტყვებზე უბრალოდ ეს გადაიქცა ცირკად რა. უკვე ალბათ აღარავინ არ აქცევს ამას იმ ყურადღებას და იმ მნიშვნელობას, რასაც დებს თვითონ ხელისუფლება ამ დაჭერებში რა. ეს არის როგორც მივხვდით თავად დაკავებულებიც მათ შორის. დიახ, თავად დაკავებულებიც რა. ეს უბრალოდ აღარაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკოსებისათვის, გინდა ციხეში ყოფილა, ახლა გინდა გარეთ ყოფილა, ხო? ეს უბრალოდ რა ვიცი, ამაზე შეფასება ძალიან ძნელია გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ. გასაგებია. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ბოლო დღეებში დაანონსდა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გადაწყვეტილება სიძულვილის ენის, არ ვიცი როგორ ვუწოდო, მართვასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში. ამასთან დაკავშირებითაც რას გვეტყოდით? ეს წნეხს გაზრდის თუ მაგალითად მოვისმინეთ მოსაზრებები, რომ ეს წნეხს გაზრდის არ არის მაინდა-მაინც მართალი, შეიძლება საჯარო სივრციდან იძულების წესით გაქრეს კონკრეტული თავისუფალი მოსაზრებები, მაგრამ ეს აუცილებლად ასევე იძულების წესით გარდაიქმნება მოქმედებაშიო და თქვენ როგორ ფიქრობთ? მართალი ბრძანდებით ამ და ზუსტად ანალოგიურად ასე ვფიქრობ ჩვენც ამაზე ვსაუბრობთ, რომ შეიძლება გარკვეულ წლად იატაკქვეშ გადავიდეს რაღაცა ღონისძიებები და რაღაცა მოქმედებები, რომელიც ფაქტურად არაფერს არ შეცვლის, უბრალოდ ეს აძლევს ხელისუფლებას კარდ ბლანშს, ასე რომ ვთქვათ, რომ ვინც უნდა დაიჭიროს, ვისაც რა უნდა დააბრალოს, უბრალოდ თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის შეზღუდვა არის მაქსიმალური. მაგრამ ჩემი აზრით ესეც ვერ გამოიგებს. არ მიგეჩნიათ ეფექტური არაღაც მაინც. მათთვის არანაირი ეფექტური პირიქით შეიძლება ამათ უფრო გაამტკიცოს და ოპოზიცია და პირიქით ისეთი ადამიანების მომხრობა გადმოვიდეს ოპოზიციის მხარეს, რომლებიც დღეს შეიძლება ნეიტრალურად ფიქრობენ და ორჭოფებენ. ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. გისურვებთ წარმატებებს ცხადია და მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ვსაუბრობდით მიხეილ გოგოტიშვილთან ერთად, ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.